რეკლამის შემდეგ ბრუნდებით განვაგრძობთ დისკუსიას. როგორ ლიბერალური დემოკრატიის ეგრეთ წოდებული ლიბერდებილური ავი ბაბლი როგორ აგიჟებს ადამიანებს. მექანიზმი აღწეროთ რა. უკვე პროტესტი ეგრეთ წოდებული მართლა რამდენი ხანი გრძელდება. რა თქმა უნდა, დონორებიც ყავთ და რა თქმა უნდა, იქაური დონორებიც გაგიჟდნენ, იმიტომ რომ ძალიან დაბალი კვალიფიკაცია აქვს. იქ დაერხა ლიბერალურ პროექტს, რა თქმა უნდა, და ჩვენ მისი ანასკრეტებიც ჩვენებიც განიცდიან ამ პრობლემას, მათი უფროსების დეკადანსს, მაგრამ მაგაში არ არის საქმე. აი წარმოიდგინეთ, ალბათ რაღაცა შიდა ჯგუფებში ხა სუსმა გაცლებით უკეთესად იცის, მაგრამ არის რაღაცა ბიფურკაციის წერტილების ლიდერი გამოჩნდება და იმის გარშემო იკრიბებიან და ვინ გამოჩნდა ლიდერად? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გიჟები. ანუ როგორი საზოგადოებაა, როგორი ბრძოლის მეთოდია, როგორი სასტავია, მოდი ასე თქვა და გუნდი, რომ გიჟები არიან იქ ლიდერები. ვინც ფულს აგროვებს, აი არის დანუკა ალბათ უფრო კოთვერანია ვიდრე გიჟი. მაგრამ სიგიჟის ელემენტებიც არის მასში. აი გიჟები, რომლებიც ფულს აგროვებენ, აორგანიზებენ და ასე შემდეგ რა. მათ აქვთ ასე თქვა წარმატება. ისინი არიან ლიდერები. ისინი ამტვრევენ, ანგრევენ და ასე შემდეგ. ანუ თავისთავად ისია მოწყობილი, ისე დამპლურად არის მოწყობილი ეს მათი საბრძოლო სივრცე, მათი აი რევოლუციონერული სივრცე, რომ შეურაცხად ადამიანებს აქვთ იქ შანსი რომ გახდნენ ლიდერები. ანუ მეტნაკლებად ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც თხილობდნენ, რომლებიც რაღაც შეიძლება ადეკვატურს ეუბნებიან, რომ ეგრე არ არის ანუ მიხვალთ იქ დადგები და დაიშლებიან მთავრობის წევრები? ხო და დავასრულებ. ეს ამათ თქვენ ხოცებად, რუსებად და ხოცები როგორი სტარტი აქვს, რადიკალიზმით სავსე სტარტი აქვს ამ ჯგუფებს იქიდან, რომ მხოლოდ რადიკალები არიან ვედუშები რა, ეს ერთი ხო. და ხო, და ამას რა თქმა უნდა შედეგი აქვს, ბუნებრივია, აქვს, თვითონ ესე იგი ინცესტური რაღაცა სუიციდალური ჯგუფია და ამბობენ რომ აი პატა შენ როგორც კი მიხვალ, სპეცრასთან როგორც კი დადგები, ეგრევე შენსკენ გადმოვა. აი ამაზე ეს ამ ბოროტებაზე ვილაპარაკოთ. მე მგონი საბოლოო ჯამში ლიბერდებულმა ბოროტებამ ყველაზე კარგად აი მართლა ავადმყოფი ადამიანების გაწირვაში გამოსახა თავის თავს. მართლა სულიერი ავადმყოფების, რომელსაც მოვლა უნდა ავადმყოფები არიან. აი მაგათი გამოყენება. ბურჟუაზიასთან მინდაც ეკო ხალი რომ ხო აი ეს. შეიძლება რომ ჯანმრთელი იყოს. არა, აი როგორ შეიძლება ახლა იმას ხო მომკითხავი ხო. ის ერთ-ერთი ლიდერის მე მგონი იმის ლიდერის არა, იცი ვისი? მაგათი ლიდერის. არა, ციხეში რო არის ეს სიაბანდი ბიჭი რო არის. ბიზნეს იახტები რო გადაყიდა 7. აჰა. ხო გახსოვს ბიზნესამ კლავსო რო იძახეს. ხო, ნუ ხო ხდებია რა. ანუ ეგ რა ხდება იცი რომ აი ადრე რა როცა ესენი მართლა აჯანჯღალებდნენ ქვეყანას. აი ამას ქონდა რაღაც აი დავარცხნილი, რაღაც პოლიტიკურად გაფორმებული გიგაურები და ისინი მუშაობენ. ანუ გიგაური რაღაც ვაშავი არ არიან. ხო, არა, ანუ ესვის და მას შემდეგ რაც ესენი რეალურად ჩვენ დავამარცხეთ, ხო? ანუ იმ აზრიდან რაც თავარია დაფინანსების ის წყარო და როცა მართლა ქართულმა სახელმწიფომ თქვა რომ აი თავის მოსახლეობას უთხრა რომ ხალხო ვიცი რომ თქვენ განწყობებში არის რომ ეს NGO-ები რაღაცას მამაძაღლობენ და მოდი აი გეუნებით კანონის კონკრეტული ფაქტების კონკრეტული ჩანაწერების დონეზე ჩვენი ინფორმაცია და თქვენი განწყობები აი და დავადგეთ მოდი ერთად მოსახლეობა და ჩვენი მოსახლეობის თავრობა ერთად დავადგეთ ამ ქვეყნის გახსნას აი ამ NGO საზიზღრობისგან და შედეგად ეს შემოიფსკვა და როგორც უბირთო ხახვი დარჩა აი ეს რაღაც ანუ ამორფული რაღაც მასა მართლა რა ხა არ მიყვარს ხოლმე ესეთი ლაპარაკი მაგრამ ნუ ეს რა შალვა მე რაუნდენი რათასე გამოვახლობდი ყურადღებას რა. პირველი გამოაცხადეს რომ ჩვენ არ გვჭირდება ლიდერებიო. ხო. და ეს იყო ულიდერო რევოლუცია, ულიდერო რევოლუციამ გამოიწვია. ის რომ ლიდერებად აღმოჩნდნენ მართლა შეშლილები რა. ანუ მე რას ვამბობ რომ ნებისმიერ ადამიანს რომელსაც უმუშავია კოლექტივში ყოლია დაქვემდებარებაში ხალხი და რაღაც საქმე გაუკეთებია და მე წარმოვიდგინე ჩემი თავი რომ აი დავხვარ რევოლუციონერ ჭყალებში ვუღურებ გადაცემას სადაც ნანა სანდერი ამბობს რომ 600 სპეცრაზმელი გადაიბირა მან და 8000 პოლიციელი ყავს ანუ მე ხო ხვდები რომ მე რომ მეუნებიან რომ შენ ხარ აი შტურმზე უნდა წახვიდე პრეზიდენტის ძალიან იმიტომ რომ ნანა სანდერმა
600 სპეცრაზმელი შევხვდები, რომ გადაიჭირა დაგერხა. და 8000 პოლიციელი უნდა გადმოვიდეთ ჩვენ მხარეს. მე ხო მიტყვი რომ რატომ წინა ხო? არა, შალო ეს მართლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ ცხადი ხდება რომ ამას დაიჯერებს მარტო ადამიანი. შეურაცხადი და მეორე ვისაც ჯერა რომ მიხეილ სააკაშვილი რაღაცას რა ვიცი მაგიური ძალებს გაკეთებს რომ სხვანაირად ხო მართლა შეუძლებელია. ისე მართლა საცოდავებს აუხდას ბიჭო აბა. მაგრამ მეწოდებიან და მაგრამ კანონი ვერ იქნება. მობიერი მადამი ძალიან რთული და კანონი მეორე დღე ხელისუფლების მესმის არ გამოდის რა. ვიღაცა აი მაგალითი არ უნდა მივცეთ, არ უნდა ეხა არ შეიძლება მაგალითს მიცემა რომ აი ესე ვითომ რაღაცა გიჟები არიან გამოუშვა. მაგასაც ვიტყვი რა 5-ში უკვე ნანუკა ჟოჟოლიანი იქ ეუბნებოდა დანოსო სად არიან შენი სპეცრაზმელებიო. ეუბნებოდა და ამაზე იყო სერიოზული გარკვევა. ფულიო გადავიხ სად არისო შენ? ანუ ფული ეხა იქ როგორც აღმოჩნდა მე 300 ევროზე იყო რაღაცა ანუ იმის. რა მნიშვნელობა აქვს? კიდევ ეთერში დაიწყეს, ღიად დაიწყეს გარჩევა ფული ვინ მოიპარავ. ვამშ ელემენტარული. იმან და ის მაგარია იმან დაწერა. რაღაცა დაწერა რა თუნდოდა თან. პირდაპირ ჩვენება მისცა Facebook პოსტში დაწერა ვის ამდენი. ფული ვინ მოიპარა, ეგ კი არ არის პრობლემა. გიჟებს ჰქონდათ და ვიღაცა მართალია. იმას რო ფული ვიცეს იმ ხალხზე რატო არაფერს არ ვამბობ. ის ხო ვიღაცებმა ჩაურიცხეს ის ფული თუნდაც 100 ევრო. ის ბოლო 3000 ევრო რაც ქონდა, ხო? 100 ევრო. ფულიც ხო იყო. 30 ადამიანმა ხო ჩაურ. ის 30 ადამიანი. ისინი მე მგონი ძირითადად ჩაურიცხეს უცხოეთში რო არიან ემიგრანტების ზოგიერთი ემიგრანტებმა სამუშაოდ რო არიან წასული ოჯახის შესანახად. ეხლა იმ ტვინებში ჩავეხედოთ, აბა. ერთი ეხო ეგეც საცოდაო. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე მინდა თქვა, რომელიც შევაჯამებდი. ბავშვობა დასრულდა. ანუ რას გულისხმობ, იცი? ამათთვის. ხო, ანუ მე რას გულისხმობ, იცი რომ აი ეხაც რო გადახედო, ეხლაც რო გადახედო მთელ ამ პოსტებს რო ვუყურებდი, არის ეს განწყობა რომ აი ბავშვებმა იცელქეს. ანუ რა მოხდა? ესე არ არის. აი რა მოხდა? აბა გადაეცვა 72 წლის კაცი რომელსაც რაღაცა მიშას ხატი უკიდია კაბინეტში რა მოხდა მე? ან დაუშვათ რაღაცა, რავი, დედა უყუდება, მამა უყუდება, ონკო დაავადებულია რაღაცა და ანუ ხალხო მართლა რომ ქართულმა სახელმწიფომ ძალიან მკაფიო თქვა რომ ბავშვობა დასრულდა რა. აღარ არის გამომართლებელი საბუთი ნებისმიერ რევოლუციის ცდილობის რა ვინც არ უნდა იყო და რაც არ უნდა იყო რა. ეს მორჩა რა, ძალიან მარტივია რა. მოსახლეობის აქეთან ნაწილი არის დაღლილი. იყო დაღლილი და მისი მისი დაკვეთაც მათ შორის მთავრობის მიმართ იყო რომ მოგვაშერეთ ეს გიჟები. დაგვასვენეთ ამათგან. მე გასაგებია რომ ამას ესე იოლად არ ხდება მთავრობას ბევრი რაღაცის გადალახვა უწევს იქ გარებრძოლები აქ და ძალიან დიდი შრომა არის გაწეული და მართლა ყოჩახ მაგრამ აი ხო ხდებით მოსახლეობისთვის ეს არის უკვე რაღაც აი ვიღაცა რომ მიდის რაღაც რუსთაველზე სეირნობს და ვიღაცა 20 კაცი რაღაც უშტვენს და რაღაც ეუბნება რაღაცას აქნევს დროშას და მე რაღაც ავტობუსს უხევს და რატო მიხარ არაფერ შუაში არ არის მე მგონია რომ ცოტა უფრო ღრმად უნდა წავიდეთ ქვეყანას სჭირდება უკვე წარმოგიდგენთ ამდენი რევოლუციები ბოლოს დარჩათ ეს კატეგორია გიჟები ესეც სადეს ხო გავიარე ჟურნალისტების არასამთავრობოების პოლიტიკოსების და ასე შემდეგ ესეც ძალიან კარგად დაგეგმილი იყო და მილიონჯერ გვითხოვს და მოკლედ ვიტყვი რომ ყველა გამოეცალა ვინც ადეკვატური იყო და ეს ხალხი გაუშვეს ტორპედოსავით რო ქვია გაუშვეს იქნება რამე გამოვიდეს მე რეგენახათ წრიში რო დადგებოდნენ როგორ არ ვიცოდით ეკოც რომ გამაგოთ რომ რამე გამოსვლოდათ ახლა ვინც იმალება და ჩვენ აფეშოში არ ვიყავითო ნათელაშვილმა რო იცხოვენ რო ჩაკიდებდნენ ხელებს სულ ასე დაიწყებდნენ ქნევას ჩვენ დავგეგმეთ ეს ოპერაცია ლიდერები შევარდებოდა ეს ხალი რა თქმა უნდა მაგრამ თავარი აქ რა არის იცით კიდევ და კიდევ რამოდენიც არ უნდა ყოფილიყვნენ რა მაგარიც არ უნდა ყოფილიყო აქეთ ამ ხარეს ხელისუფლება თუ რევოლუციური განწყობა საზოგადოებაშია ამას ვერაფერი ვერ უშველის არ არსებობს უფრო ცოტანიც რო ყოფილიყვნენ და უფრო მეტი სპეცნაზელები სხვანაირად წარიმართებოდა პროცესი არ იყო ეს განწყობა რა მოხდა მაგალითად უფრო შიშები და რისკები მეტი იყო 2024 წელს და რა ხდებოდა როდესაც იმას დავაკვირდებოდი თქვათ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას მაშინ 2024-ში ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად გამოიტანა 600 მილიონი დოლარი იმიტომ რომ უკვე საზოგადოებას ჰქონდა შიში იმისა, რომ შეიძლება რაღაცა მომხდარიყო და ლარმა დაიწყო გაუფასურება. ეს რა შემთხვევაში ხდება, ხო? ვალუტას, სხვა ვალუტას, როდესაც იდულობენ და აგროვებენ სხვა ვალუტას. 600 მილიონი დოლარი. ეხლა წელს
არამს თუ რაიმე გამოიტანა ეროვნულმა ბანკმა, პირიქით აქეთ იმაზე მეტი შესყიდვა მოახერხა. ანუ საზოგადოებაში საერთოდ არანაირი განწყობა არ ყოფილა არც მანამდე, დიდი ხანი გვიანონსებდნენ, ხო, რევოლუცია უნდა მოახდინოთ, ახლა ყველა იცოდა, რომ ეს გარდაუვალი იყო, რაღაც უბედურება უნდა მოეხდინათ. ამიტომ საზოგადოებაში საერთოდ არ ყოფილა განწყობა იმისი, რომ რაღაცა რევოლუცია მოხდებოდა. არც მას შემდეგ, არც ერთი თეთრით არ შეცვლილა დოლარის კურსი, იმის შემდეგ პირიქით დაბლა დაიწია კურსმა. ანუ ჩვენი ქვეყანა ადგას ეკონომიური განვითარების გზას. ეხლა საზოგადოება რას ხედავს და რას უყურებს. და ხვდება ხო საზოგადოებას რომ ამოთხომ რომ პოლიტიკურად გაიზარდა, ამ პოლიტიკაში ეკონომიკაც არის ჩართული, ეხლა ესენი ხო ერთმანეთზე მიმულები არიან. რას ხედავთ ეხლა? ყველა ძალიან კარგად გაერკვა, რომ სამი ძირითადი ესეთი ფინანსური წყარო, საიდანაც თქვა ფული შემოედინება საქართველოში, ეს არის მსოფლიო ბანკი, ევროპის და აზიის ბანკები, ხო? ესენი არიან ძირითადი დამფინანსებლები, რომლებიც შესაბამისად თავიანთ ფულსაც მიყვებიან და ყველაზე კარგად ამათ იციან საქართველოს ეკონომიკაში რა ხდება. სამივე დიდი ბანკი, ავტორიტეტული ორგანიზაციები მსოფლიოში ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკა არის ყველაზე საუკეთესოდ მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში. მსოფლიოში არ დაგავიწყდეთ. 7%-მდე გაგვიზარდეს მათი ვარაუდით ჩვენი ეკონომიკა რომ ვითარდება. ხო, არავის არ აქვს. ყველა ინსტიტუცია, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოებრიობასთან და თქვა სხვადასხვა ელემენტებთან, ყველა გვეუბნება, რომ დემოკრატიის ხარისხი თქვენთან მაღალია. თქვათ ადამიანის უფლებები ესია და რა თუ რაიმე საჭიროა იმ რაც ჭირდება დემოკრატიული სამართლიანობა და სასამართლო და ქვეყნის მშენებლობას. ამ ყველაფერს ხედავს და უყურებს ხალხი. და მეორე მხარეს დგას ადამიანების ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, მაგალითად სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირს გარდა იმისა, რომ უფლება უნდა ჰქონდეს, რომ აკვირდებოდეს საქართველოში არჩევნებს, მას უფლება უნდა ჰქონდეს ჩაერიოს საქართველოში არჩევნებს. როგორც ერევა სხვა ქვეყნებში. ანუ ნახეთ, შეადარეთ ახლა ეს კატეგორია და ეს კატეგორია. ამ ყველაფერს უყურა ხალხმა და ადგილობრივ არჩევნებში იგივე რაოდენობის ხალხი გამოვიდა და მხარი დაუჭირა ხელისუფლებას, არა კონკრეტულ პიროვნებებს არავის არ ვაყენებ, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. იმათთან ერთად ხარი დაუჭირა პოლიტიკას. ანუ თქვენ გააგრძელეთ ისე რა პოზიციაზეც დგიხართ და ჩვენ ვართ აგერ ბატონო, არ გვეშინია არც ვიზა ლიბერალიზაციის რაღაც შეჩერების, არც რაღაც ეს ფსევდო კანდიდატის სტატუსების და რაღაცების რითაც გვემუქრებიან ევროკავშირიდან. ამ 1,100,000 ადამიანმა თქვა, რომ ჩვენ ამის არ გვეშინია. შედეგი არაფერი არ იქნება, ხო, ეს ხო იმას ნიშნავს რა, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, იგივეს ფიქრობს ის 1,100,000 ადამიანი. ამიტომ ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მისცეს საქართველოს განვითარებას, ღირსებას და იმას, რომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გვეკადრება. როგორც ჩვენ გვინდა. როგორც ქვეყანას ჭირდება. კი ბატონო. რა საერთო ეროვნული კონსენსუსის საფუძველზე. თქოთ, დაასრულეთ თუ შეიძლება. შეაჯამეს, გიჟებს აუყოთ, ეგ გითხარით. გიჟებს ეგ დაკავშირებულია სუვერენიტეტთან, ხო? მართლა პირდაპირ სუვერენიტეტს აქვს რამოდენიმე განზომილება. ერთი არის ტერიტორიული, რაც შელახული გვაქვს სამწუხაროდ, მეორე ეკონომიკური და მესამე არის სულიერ იდეოლოგიური, რომელსაც ახლა თავისუფლდებთ. რა თქმა უნდა, იმ ორს შენ თუ პოლიტიკური სტაბილურობა არ გექნება, თუ ესეთი ირაციონალიზმი თავისით კი არ ჩდება ახლა. ირაციონალიზმი ეს არის გარე დაკვეთა იმისთვის, რომ აქ შენ არანაირი სტაბილურობა არ ქონდეს, იდეოლოგიური აღრევა იყოს, იდეოლოგიური ფსკერი იყოს და არსებობს ზოგადად იდეა ვირუსები რა და ეს ჩვენ შემთხვევაში არის იდეა ვირუსი. ლიბერალური დემოკრატია. იდეა ვირუსის თავარი არსი ყოველთვის იყო ის, რომ შენ სხვა ქვეყანაში შეგეტანა, შენი სახელით, რომ შენ ქვეყანაში ესე არ ყოფილიყო და ის საზოგადოებები მე ის მოგეხლინა თავზე მოგეხვია ისეთი იდეები, რომელიცაც მე მარტივად მართავდა ესეთ მარგინალ
ფინალებს წინ წამოწევ. ეს იყო ნეოკოლონიალიზმის სისტემის. თუმცა ახლა თვითონ დასავლეთს რა პრობლემა აქვს, რომ ის იდეა ვირუსი რაც თვითონ შექმნეს სხვებისთვის, უკან მიუბრუნდათ და საკუთარ თვითონ უქმნის პრობლემას ის ვირუსი, რომელიც სხვებისთვის შექმნეს. აიღეთ დიდი ბრიტანეთი, ხო, თვითონ კონსერვატიული იყო ყოველთვის და ლიბერალური იდეოლოგია სადაც გაჩნდა საბოლოო ჯამში, საბოლოოდ იმან სხვაგან შეიტანა თავდაპირველად. მაგრამ დაუბრუნდა. და დაუბრუნდა ბუმერანგით. ეგ ბუმერანგის პრინციპი ყოველთვის მუშაობს და იმუშავებს. ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ეგრე? იგივეა, იგივე პროცესი ხდება. უბრალოდ ეხლა რაც მიმდინარეობს, ეს არის ის რომ სუვერენულობა ნიშნავს იმას, რომ ეს რაღაცა პროცესი ირაციონალიზმის და ესეთი რაღაცა ისტერიის და სიგიჟის რაღაცნაირად დასრულდეს და პირდაპირ დაკავშირებულია ეს ნეოკოლონიალიზმთან, კლავ იმეორებ. ჩვენ რაციონალური ხალხი ვართ ქართველები და ეს რომ ესეთი ირაციონალიზმი და ესეთი სიგიჟე არის, ეს არის წახალისებული, ეს არის სპეციალურად გამოზრდილი იყო ეს მთელი ინფრასტრუქტურა იყო, რომ ესენი წინ წამოწეული იყო, მთელი ტექნოლოგიები არის ჩადებული იმაში, რომ ესენი იყვნენ დომინანტები, რატომ? იმიტომ რომ საზოგადოებაში არასდროს არ იყოს ყოფილიყო დაფასებული საღი აზრი. და ყოველთვის სიგიჟე ყოფილიყო წამყვანი. ეხლა ის არის რომ სიგიჟე რაღაც მაპირულად მარცხდება ამ წლების განმავლობაში. დიახ, აი ეს შეიძლება ვთქვათ, მეგობრებო, დასასრულ მე მაინც მოუწოდებ ხელისუფლებას რომ ყურადღება მიაქციოს, ეხლა დასრულდება ყველაფერი და ფსიქიატრიას აუცილებლად უნდა მიაქციოს. ბევრი ფსიქიატრიული გჭირდება. ფსიქიატრიული სპეციალისტები გჭირდება, ზოგადად გჭირდება ადამიანები, შეიძლება ბიუჯეტმაც დააფინანსოს ფსიქიატრიული დახმარება ადამიანების, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული განსაკუთრებით და რომ შეუძლებელი იყოს გარეწრებმა, რომ ჩვენი თანამემამულე თუნდაც ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ესე იოლად გადმოიბირონ. კარგად ბრძანდებოდეთ მოვალ შეხვედრამდე.